აქ რაღაცას გამარჯობა ბატონ. ერთი წამი. ხო. გამარჯობა ბატონ შალვა, გამარჯობა მაყურებელო. მე როგორც დაგპირდით, მოვიწვიე ბატონ შალვა და დამთანხმდა და დიდი მადლობა მას რომ დავთანხმდა. ჩვენ ჩემს არხზე ზოგადად ძალიან გულშემატკივრობთ მეგობარი აქტს და ეს ჩემი დიდი სირცხვილია რომ მე არ ვიცოდი აქამდე. იმიტომ რომ ვეძებდი ადამიანებს ვისი მოწვევაც შემეძლო რომ მეგობარი აქტზე რაღაცა დეტალებში და დაწვრილებით გველაპარაკა და ერთ-ერთ მაყურებელმა მითხრა რომ ბატონ შალვა ნათელაშვილი არისო კოავტორი თანაავტორი მეგობარი აქტის და ამიტომ აუცილებლად ჩავთვალე რომ უნდა გელაპარაკოთ. ჯერ ცოტა დავიწყოთ იმით რომ ზოგადად დასანქცირებაზე ივანიშვილის დასანქცირებაზე თქვენ იყავით პირველი ოპოზიციიდან ვინც საერთოდ ამაზე დაიწყო მუშაობა და მე გადავიდეთ ნელა მეგობარი აქტზე და მე კიდე ბოლოსში რაღაცა კითხვები მეკნება. კი ბატონო, მე უდიდესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისა და მოწვევისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ გარდამავალ მღელვარე ეპოქაში, როდესაც ოლიგარქმა დაკეტა ტელევიზიები აბსოლუტურად ყველა. არ იფიქროთ, რომ სახელმწიფო არხები ახორციელებენ ცენზურას, ან იმედი, ან პოსტივი, საზოგადოებრივი და მაესტრო ესენი პრაქტიკულად წარმოადგენენ ციხეს სიტყვის თავისუფლებისათვის. მე იგივეს ვამბობ ვითომ ოპოზიციურ არხებზეც. მათ მიმართაც ძალიან კრიტიკული ვარ. დამასარით ოპოზიციური არხებიც ტოლს არ უდევენ აი ამ ბიზინა ვიზიებს, ასე რომ ვთქვა და შეიქმნა შესაბამისად ხაზარ ვიზიები და კიდე სხვა ტელევიზიები, რომლებიც შეთქმულების კარტელური გარიგების გზით საერთო შავი სიებით მოქმედებენ. ანუ შავი სია უდევს ტელეკომპანია იმედსაც, ვინ არ უნდა მოიწვიონ. და იმ სიაში პირველი თქვენი მონამორჩილი ანუ მე ვწერი ვარ. და იგივე შავი სია უდევს TV პირველ ხაზარაძეს, რომ მე არ უნდა მომიწვიოს და ამაში ხაზარაძეს და ივანიშვილს დიდი გარიგებები აქვს და თუ ახლა ჩავხედავთ სტატისტიკას BBC ბანკმა, რომელიც ამ პერსონას ეკუთვნის, მისი ოპოზიციონერობის 4 წლიან პერიოდში მიიღო სუბთა მოგება 8 მილიარდ ნახევარი. ხო წარმოგიდგენთ რა დონის გარიგებებთან გვაქვს საქმე. დიახ, მაგრამ მე მინდა უფრო სასიამოვნოებით დავიწყო და მოგილოცოთ ახალი 26 წელი შობა, ძველი ახალი წელი წინ გველოდება, ბედობა, ჩვენი წინაპრები ძალიან პატივსცემდნენ ამ დღეებს და რაც თავარია წინ ათლისღება კიდევ და ბედნიერება გამარჯობა გისურვოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ წელს ჩვენ გველეშაპს ივანიშვილის რეჟიმის სახით მოვიცილებ და სამუდამოდ ჩავრეცხავთ იქ სადაც ასეთი ახალი ახალი წელი მე მგონი ჯერ არ ყოფილა, რა ვიცი, მე ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ 40 წლის განმავლობაში ისე კარგად მიდის ზოგადად სოფლიოში ხო პროცესები, რომ საოცარი ახალი წელი დაგვიდგა. ფაქტურად დადგა დიქტატორებისათვის რისხვის ჟამი. აგერ მადურო გაიტაცეს თავისი საწოლი ოთახიდან უმშვენიერ უღლესთან ერთად და დღეს უკვე რიგია ირანელი აიათოლების და ალბათ უახლოეს ხანში კვანძი გაიხსნება და ეგ რეჟიმი მან დამთავრდება და შემდგომ რიგში ბევრი დგას და ერთ-ერთი პირველი შეიძლება ითქვას ამ რიგში ბრძანდება ბიძინა ივანიშვილი თავისი კრიმინალური ხროვით. დიახ, რაც შეეხება ამ ისტორიულ მეგობარ აქტს, რომლის ინიცირება გავაკეთეთ ჩვენ ლეიბორისტულმა პარტიამ. ეს ძალიან მაინტერესებს, როგორ დაიწყო ეს თქვენ შექმენით აქტის ჩონჩხი, ასე ვთქვათ, თუ ეს უკვე მათი შექმნილია, თქვენ უბრალოდ იდეები მიაწოდეთ, რაც უნდა იდოსშით. აი ეს როგორ მოხდა? თქვენ ალბათ შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე ჩვენი ბრძოლა დაიწყო მისი ხელისუფლებაში მოსვლის თანავე 2012 წელს. და პირდაპირ უთხარით ჩვენ ქართველ ხალხსაც და მსოფლიო თანამეგობრობასაც. რომ მოსვლით კი გაგვახარა, ვიღაცები გაახარა,
მაგრამ წასვლით გაგვამწარებს ყველას. და ერთადერთი საშუალება რომ ეს ბაღლინჯო მოვიცილოთ, ბაღლინჯოსთან ბოდიში არის სანქცირება, სრული ფინანსური იზოლირება, რასაც მოხდება რეჟიმის ჩამოშლა. თავიდან, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ამ ჩვენს იდეას შეხვდნენ უნდობლობით, ირონიით, რა თქმა უნდა, რეპლიკებით რა გაგიჟდა, გიჟი იყო, მასხარა, კლოუნი, როგორც სამწუხაროდ მივეჩვიეთ ამ ბოლოს ვინ გამოდის მასხარა და ვინ გაგიჟდა, კი ხედავთ 30 წელი შემოგვეცალა ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის ყურადღება არ მიგვიქცევია და გადავიტანეთ ეს ბრძოლა ატლანტიკის იგით ვაშინგტონში. კი. პირველი, ვისაც ახლა ისე რამებს გეტყვით, რაც აქამდე არ მithქოს. პირველი, ვისაც ამ თემაზე შევხვდი და ვესაუბრე, ეს გახდათ ჩვენი დიდი მეგობარი საქართველოსი, სენატორი ტედ კრუზი, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მეორე საუბარი უკვე ივანიშვილის დასანქცირებაზე, მე მქონდა ასევე საქართველოს უდიდეს მეგობარ სენატორ უიკერთან, როჯერ უიკერთან, რომელიც ახლა მრავალწლიანი სენატორია, რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო ლიდერი და დღეს ის ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეერაღების კომიტეტს $1.5 ფინანსით, რომელიც ამერიკის შეერაღებაზე იხარჯება და შესაბამისად უზრუნველყოფს მთელ მსოფლიოში მარცხს წესრიგს. და მესამე ვიზაც, ასე ვთქვათ, აუცილებლად უნდა აღნიშნო და ვისთანაც მქონდა უკვე ფუნდამენტალური ხასიათის დოკუმენტური მუშაობა. პირველ წლებში 2016-მდე ვამბობ მე ამას. ეს გახდათ კონგრესმენი სტივ რასელი. კონგრესმენი სტივ რასელი გახდათ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცრაზმის ხელმძღვანელი ერაყში მიმდინარე ომის დროს და სწორად სტივ რასელმა და მისმა რაზმმა დააკავა სადამ ჰუსეინი იმ ცნობილ გამოქვაბულში, სადაც ეს პერსონა იწვა 1 მილიონი თუ 700,000 მნიშვნელობა არ აქვს დოლარით დახუტებული ლეიბზე. ანუ ეს კიდევ ერთხელ მეუთითებს, რომ ივანიშვილის საყურადღებო თუ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რაზე წემხარ და ზევიდან რა გახურავს, თუ ზნეობის სარეცელზე არ გძინავს და ზევიდანაც ზნეობა არ გახურავს. დიახ. და სწორედ აი იქ პირველი გარდატეხა მოხდა, თავიდან ახლა ამერიკაში შეხვდნენ ეჭვით ჩვენს იდეას სანქცირებაზე, მიმტკიცებდნენ იქ ზოგიერთები, რომ ეს არის პროდასავლური ტიპი, მე ვთხარი ახლა ვინ გიმტკიცებდნენ, ზოგადად სხვა ვიღაცები თუ კონკრეტულად ის პიროვნებები, ვისთანაც თქვენ აი ახლა ვინც დაასახელეთ? ვინც ჩამოგითვალეთ, ისინი ჯერ მისმენდნენ და მე როგორ მოქმედებაზე. მაგრამ მე ამ თემაზე შეხვედრა მქონდა 170 ამერიკის კონგრესმენთან და სენატორთან. 170. სულ ხო არის იქ 450 კონგრესმენია, თუ არ ვცდები და 100 სენატორი ზუსტად, ხო? 600 ესე. და 150 წამყვან სახესთან აქ არის სტივ კინგი, აქ არის კოენი, აქ არის ვილსონი ეს არა, სხვა ვილსონი იყო, აქ არის დაიანი, აქ არის ჯონსონი, ძალიან ბევრი, თუკი სტიუარტი, აი ამ ბრიტანეთის მეფეთა წინა დინასტიის შთამომავალი სტიუარტი ახლა არის ცნობილი კონგრესმენი და შეერაღების კომიტეტში კონგრესში თვალსაჩინო ფიგურა. ამათთან ყველასთან მქონდა საუბარი, მაგრამ კეთილი განწყობით ხვდებოდნენ იდეას, თუმცა თვალებში ეწერათ ახლა პოლიტიკოსები ერთმანეთს რას გამოაპარებთ, რომ გასაგებია შენ ჩვენი გამოყენება გინდა პარტიულ დაპირისპირებაში. პარტიული დაპირისპირება გაქვთ იქა, ვერ მოგიგვარებიათ და კაცი არის პროდასავლური, პროამერიკული, სიტყვით ამას აცხადებს, აგერ თავის სიაში ჩაწერა პროამერიკელი უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები, მთელი ეს
ნეოლიბერალური სამხრეთზე ზოგი მინისტრი იყო ზაქარიაშვილი, ზურაბიშვილი და ხიდაშელი რო არანაირი პროამერიკელი არ იყო, ამას ამერიკელები რატო ვერ ხედავდნენ, ანუ რანაირად იშტერებდნენ ასე თავს? ესენი გრანტებს ჭამდნენ ამერიკულს. ფიქრობდნენ რომ რახან აჭამეს, ესე იგი მათი ერთგულები, ანუ ამერიკელები კიდე ვერ ხვდებიან რომ თუ მათ ქონებას ვინმე შამს ის არ ნიშნავს რომ მათ თუ ემსახურებ. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ეგეთი განწყობა შეიმჩნეოდა, მაგრამ კეთილ განწყობა ყოველთვის იყო. ესმით ახლა ეს პოლიტიკოსებია და ნუ რაღაცებს ინსტინქტურად ხვდებიან. 2016 წელს მოხდა პირველი გარდატეხა. მე მიმიწვიეს კონგრესში, კონკრეტულად სტივ რასელმა, აი ამ სადამ ჰუსეინის დამჭერმა და თხოვა რომ გაგვეკეთებინა მოხსენების ფორმატი, რომლითაც ის წარსდგებოდა კონგრესში ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით. ეს ვერსია, ანუ ეს კონცეპტუალურად გამოსვლის შევიმუშავეთ, ნუ ახლა მე რაც ვასწავლედი რასეც, მაგრამ იქ რაღაცა ნიუანსები იყო, იგივე საქართველოს ისტორიიდან და რაღაცები და გამოვიდა და დაარტყა ისეთი სიტყვა 2016 წელია, ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები 16 წლის. ისეთ სიტყვა დაარტყა, რომ აი ახლაც კი ჟრუანტელი მივლის შეიძლება ითქვას, ასე მთავრდებოდა თუ გახსოვთ. მე ანუ რომ მომინდომო ახლა მოძიება ამ გამოსვლის ვიპოვი ინტერნეტში? YouTube-ზე არის, კი. თუ ვერ ნახავთ, მე გადმოგიგზავნით. ესე მთავრდება, რომ ქართველო ხალხო, წმინდა გიორგის ხალხო, აიღეთ შუბი და განგმირეთ გველეშაპი. და იქვე გააფრთხილა კონგრესი, რომ თუ ეხლა არ მივიღებთ ბრძოლებს და არ დავასანქცირებთ ამ არსებას, ხო? მძიმე პერიოდი გველოდება. გამოვიდა გააკეთა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, იყო დიდი ამბავი, დიდი სკანდალი, აქ თელი ეს ტელევიზიები, ეს მაგისი დეპუტატები, ვინც იყო მაშინ პარლამენტში, აი ნათელაშვილი ჩასულა, ეს მასხარა, ხედავ იქ ამერიკელები შეიყვანა შეცდომაში, აგერ გამოიყვანეს პატიოსანი კონგრესმენი, ახლა მე გამოვიყვანე თურმე და მე ვაიძულე რომ კონგრესში გამოსულიყო სიტყვი და რა თქმა უნდა და ნუ ამუშავდა წარმოუდგენელი ლობისტური მაშინ ივანიშვილი. მაშინ ჯერ ძლიერი ლობისტური ჯგუფი ყავდა. ჯგუფი ყავდა ლობისტური და უხდა ასეულობით მილიონებს და მე ისინი მუშაობდნენ შესაბამისად თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ალბათ კონგრეს სენატშიც, რომ შეექმნათ ფონი, რომ ეს კაცი არის პროდასავლური პროამერიკელი და ტყუილად ვიღაცები ედავებიან. მე ესე იგი ბატონო, აი ხა უცებ შეგაწყვეტინებთ. აი ამ პროცესში, როდესაც არგუმენტები მოყავდათ მათთვის, რომ ის რუსია, ანაკლიაზე ეუბნებოდით ამერიკელებს, რომ ანაკლიას არ აგაშენებინებთ, რომ იქიდან რომ გადააგდებს, რომ იქ ჩინეთს შემოიყვანს. აი ესეთი საუბრები გქონდათ? ანაკლიაზე, ნუ არა მთავარი აქცენტით, მთავარი საუბარი იყო იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს მოდერნიზებული რუსული იმპერიის აღდგენას და იქ მთავარი ამოცანა მისი გახლავთ საქართველოს ხელში ჩაგდება უკრაინასთან ერთად, რადგან ეს ორი საკვანძო წერტილი ევრაზიის კონტინენტზე არის მთავარი, რის გარეშეც რუსული იმპერია ვერ აღდგება. და შესაბამისად, როგორც კი საქართველოს ჩაიგდებს და პოლიტიკურ კონტროლს განახორციელებს კრემლი, თქვენთვის დაიკეტება ევრაზიის გასაღები, რასაც წარმოადგენს საქართველო. რომელიც გასაღებია ზუსტად ანაკლია მან. და ის ანაკლი ერთ-ერთი გასაღები ანაკლია, ფოთის გასაღებია, ბათუმის გასაღებია, ავტობანიც, რომელიც შენდება დასავლური დახმარებებით და ჩვენი გადასახადებით გასაღებია, საჰაერო სივრცეს გასაღებია, აი ნახეთ მთელი ევროპა, ამერიკის რეისები ჩვენზე გადადის ახლა აზია. და რუსეთი ახლა ირანს რო ეხმარება ჩვენზე დაფრინავს. იგივე რუსეთისათვის ჩვენ თავარი სამოძრაო არტერია ვართ, ხო ნახეთ არა, სანქციებიდან თავის დახსნა, იქ მანქანების შეყვანა რუსეთში თუ ჩიპების, რომელსაც რაკეტებში იყენებენ, მიწოდება, რასაც აი რუსული ავიარეისები ახორციელებენ
ეს ავიარეისები 400-ია კვირაში, მე მგონი, ხო? ეს ყველაფერი ამისთვის კეთდებოდა. ხო, ამას შეუბნებოდი და რა თქმა უნდა, მათ თანდათანობით ისინი იგებდნენ, რომ აქ სერიოზული მდგომარეობაა. შემდეგ იყო ტედ კრუზის, სენატორ კრუზის წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში და ფინანსთა სამინისტროში, სადაც ის მოითხოვდა ივანიშვილის დასანქცირებას რუსეთთან და ირანთან სტრატეგიული თანამშრომლობისათვის და შემდგომ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ჯგუფი, რომელიც აი ამ საქმეს მამულიშვილურად და ქართულად და ამერიკულად გაუძღვა წინ და არ ვიცი, ასეთი მეგობრები შეიძლება, რა ვიცი, გავიდეს საუკუნე და ვერ შეიძვინოს ჩვენზე დიდმა ქვეყნებაც კი სოფლოს ლიდერ სახელმწიფოში. აქ არის საუბარი უიკერზე, აქ არის საუბარი ვილსონზე, აქ არის საუბარი კოენზე და რა თქმა უნდა, მათ გარშემო და მათ წინ და უკან დგას ამერიკის კონგრესი და სენატი, რომელიც წვეთს არა მარტო ამერიკის, არამედ სოფლიოს ბედს, ეს ვიცით. შესაბამისად უკვე მივიდა საქმე იქამდე, რომ უნდა შემუშავებულიყო კანონ პროექტი კონგრესში, რომელიც სავალდებულო იქნებოდა ყველა ადმინისტრაციისათვის პარტიული კუთვნილების მიუხედავად და ამ კანონ პროექტს დაერქვა მეგობარი აქტი, რომლის პირველი განხილვა და პრეზენტაცია წარიმართა ჩემი მონაწილეობით, თქვენ გახსოვთ ალბათ ჩემი შესვლა განხილვაზე კონგრესში ამ კანონისა, მე დადიოდა კლიპებიც TikTok-ზე და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა სათაურებით, რომ ბოსი მოვიდა და ცოტა დამოგვიანდა და რო შევედი, ნუ ეხლა ყურადღება მივიქცი ამითაც, ხო? და ეს კანონ პროექტი ეხლა იქნა განხილული ჰელსინკის კომისიის სხდომაზე. ჰელსინკის კომისია გახლავთ ძალიან ავტორიტეტული უსაფრთხოების ორგანიზაცია ამერიკისა და მსოფლიოსათვის. იქ სამი სახელოვანი სენატორი შედის, ავტორიტეტული, როგორც წესი, სამი ავტორიტეტული კონგრესმენი შედის და სამი ამერიკის მთავრობის წამყვანი წევრი სახელმწიფო მდივნის ჩათვლით. აი ამ კომისიაზე პირველი პრეზენტაცია 2024 წლის 4 ივნისს მოხდა ჩემი მონაწილეობით. იმ პირველი დოკუმენტის და პირველი პუნქტების დღევანდელ მეგობარი აქტში რამდენად ემთხვევა ერთმანეთს, რამდენად თუ ეს ახლა უკვე შეიცვლებოდა გზადაგზა ბევრი რაღაცა დაემატებოდა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მიმოწერა ამერიკის კონგრესთან, სენატთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და 3 ტომია. აი ამ წლების განმავლობაში. ძალიან უზარმაზარი მასალაა თავმოყრილი, მტკიცებულებები, კონკრეტული გეოპოლიტიკური დასკვნების შეფასებები, რეკომენდაციები და ყველაფერი ეს ასახულია მეგობარ აქტში. აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია. რამე ახალი ამერიკელებს არ დაუმატებია, ჩემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ამოვწურეთ ამ თემაზე ყველანაირი ვერსია, რაც შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო. ამ აქტის, ასე ვთქვათ, წამყვანად იქ ამერიკაში დღეს ჯო ვილსონი გვესახება და რომელ მომენტში ჩაერთო ჯო ამ პროცესში, იმიტომ რომ თქვენ ახლა არ დაგისახილებიათ ის როგორც ერთ-ერთი მთავარი, ვისთანაც ეკონტაქტებოდით მაგალითად. როდის მოხდა, რომ ჯო ვილსონმა ითავა ეს პროცესი? ეს ეხლა როგორ არის მან კულუარებში მოლაპარაკებები წყვეტს ასეთ საკითხებს. ვის დაევალება? ჯო ვილსონზე უფრო აქტიური ყოფილიყო იგივე უიკერი და იგივე კოენი. მაგრამ ვინაიდან ჯო ვილსონი გახდათ მაშინ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. იმ მომენტში, ხო? იმ მომენტში მას დაევალა ამ კანონპროექტის მომზადება და გამოტანა, რაც უმაღლეს დონეზე განახორციელა, ეს არის უაღრესად გამოცდილი ზნეობრივი, ძალიან ვაჟკაცი საქართველოს უსაზღვროდ შეყვარებული ფიგურა. ისი თავმჯდომარები ქართულ ჯარისკაცებთან ერთად იყვნენ ავღანეთში, ერაყში და არის აღთვალნებული. და არა მარტო ეს, უფრო ადრეც, ანუ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის დროს პირველი იყო, ვინც გვაღიარა და დიდი ისტორია. სამხრეთ კაროლინის შტატის კონგრესში, მაშინ იქ იყო 90-იან წლებში. მაშინ ახლა შტატის აღიარება არაფერს არ ნიშნავდა, წმინდა პოლიტიკური. მაგრამ არა, ძალიან დიდი სიმბოლური ნაბიჯია და გამბედაობა და ასე ვთქვათ, პოლიტიკური ალღო. კი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისათვის, რომ დაეჩქარებიათ აღიარება. მოგეხსენებათ, ახლა ამერიკა ზევიდან კი არ არის აწყობილი როგორც სახელმწიფო, ქვევიდან მოდის, შტატებიდან მოდის. ანუ შტატის აზრი ცენტრალური მთავრობისათვის არის
წმინდათა წმინდა. აი აქ ვილსონმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ასევე. ხო და მაშინ ასე გადაწყდა რომ ვილსონი იქნებოდა კურატორი ამ საკითხების. ხო და აი სხვათა შორის ჩვენ გადაცემა დავიწყეთ როგორ დამბლოკა ხაზარაძის გვარამიას და ყველა ამ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა. 4 ივნისის შემდეგ აი რაც მე გამოვჩნდა კონგრესის ხდომაზე ჩემი სახე აღარ უჩვენებიათ მაგ ტელევიზიებს. აი მაშინ დამედო ოფიციალურად ალბათ იფიქრეს რომ ვაიმე ეხლა თუ ჩამოემხო ბიძინა ივანიშვილი წმინდა უჩემოდ ვინ იმღერეთა აი ქართულ ტეტიური ფსიქოლოგია რაღაც დაღუპა ქართული პოლიტიკა. ეხლა თუ დაემხო ივანიშვილი ნათელაშვილს ვერ ვიარსებებ როგორც მისი ოპოზიცია. გააკეთებენ აქცენტს და ეს არიქა ეს არ გახდეს ის რა ქვია ქვეყნის ხელმძღვანელი ან რაღაც არის თავიანთი არაპატრიოტული ეგოისტური კორუმპირებული ტვინით რა იფიქრეს. არა მარტო ქვეყნის ხელმძღვანელი, ანუ თავის თავს იმდენად ანუ ხვდებიან რამდენადაც უნიჭოები არიან როგორც ოპოზიციები და რეალურ ძლიერ სახელმწიფოში ესენი რომ ვერანაირი ოპოზიცია ვერ იქნა არავისთვის საინტერესოები რო არ იქნებიან, ამას ხვდებიან მე მგონი გულის სიღრმეში და ახლა სადაც ის ველი არის იარსებებს, რომელიც ბიძინამ შექმნა, ვერც ესენი იარსებებენ მაგველის ყვავილად. სრულიად გეთანხმებით, ეს არის მაგათი ურთიერთობა არის დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი, როგორც მარქსი იტყოდა. ერთმანეთის გარეშე შეერთებობენ, იმიტომ რომ ყველა ეს ჯგუფი არის ოლიგარქიული წარმონაქმნი. ყველა გაერთიანებულია ერთ ურთთან ფულადი ინტერესებისა და საშოვარისათვის. ერთადერთი ჩვენ ვართ გიჟები იმ გაგებით რომ აბსოლუტურად არანაირი მატერიალური პირველადი ინტერესი არ აქვს პოლიტიკაში გარდა ქვეყნისა და მისი მომავლისა, ამიტომ ჩვენ მათთვის ვართ თეთრი ყვავი თუ თეთრი ბუ როგორც იტყვიან, და ამიტომ ჩვენ სინამდვილე განიყვან ერთიანდება. ხელისუფლებაც და ის ოლიგარქიული ოპოზიციაც. ანუ მას და მაინც არ გამკვირვებია, დიახ. ხო, აი ესე მიდიოდა ეს საქმეები. ახლა პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენი ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებაზე გამარჯვებით დაგვირგვინდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც 24 წლის დეკემბერში, როდესაც დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი პირადად ამერიკის მთავრობამ და ეს ყველაფერი გაცხადდა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პირით. აქ უკვე დამთავრდა განაჩენი გამოტანილია. ხო ხედავთ რომ თავის ტრანზაქციებს ვეღარ მართავს. ბარათების გაუქმებული აქვს. და მილიარდების დაკარგული აქვს. ანუ მის მიმართ განაჩენი გამოტანილია. ეხლა რეჟიმი ბიტკოინებით ცხოვრობს, ბიტკოინები არ სანქცირდება სამწუხაროდ ჯერ ტექნიკურად და საკითხია ბიტკოინებსაც ამერიკა აკონტროლებს. ეხლა მთლიანად პირდაპირ თქვა. ბიტკოინებმა ვერ უშველა ვერც მადუროს და ვერც კიდე სხვა მათგოლებს. ეს დროებითი მომენტია. ანუ ფაქტიურად ივანიშვილის დასანქცირებაზე ბრძოლა ჩვენ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ და ეს მეგობარი აქტი გახლავთ პოლიტიკური განაჩენი. ანუ პოლიტიკური შეფასება რომ არც აქ და არც სხვაგან აღარ განმეორდეს პრორუსი ოლიგარქიის დიქტატურა. ეს ამერიკის პოლიტელიტისათვის გაუმაფხიზლებელი დოკუმენტია, იმიტომ რომ პირდაპირ ვთქვათ ახლა ივანიშვილი მოვიდა ამერიკის და ევროპის მხარდაჭერით. კი. ალბათ ჩამოვიდა ქალბატონი კლინტონის ქალი აქა და მოკლედ დიტრამბები უმღერა ლამის და ევროკავშირის მეთვალყურეები და დამკვირვებლები ყველა არჩევნებს უთეთრებდნენ და უწერდნენ რომ მაგარი არჩევნები პროდასავლური საფრანგეთის მოქალაქია, ევროკავშირის მოქალაქია, ეს არის რა ქვია საპატიო ლეგიონერის წოდების მფლობელია პარიზში ამ იდიოტმა მაკრონმა მიანიჭა უაზრო არსებამ სირცხვილმა საფრანგეთის. ანუ ეს ასე ვთქვათ თვით აღიარების დოკუმენტია რომ ასეთი შეცდომა აღარ უნდა დაუშვონ. და უნდა დაუჯერონ მეგობას რომელიც სიმართლეს ეუბნება პირში. ხო, აი ეს არის და ეხლა აღნიშნულ დოკუმენტზეც რა მოხდა? მიიღო ჰელსინკის კომისიამ ერთსულოვნად ორივე პარტია, აი ამერიკაში იშვიათი შემთხვევაა რომ ორივე პარტია რაიმე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ერთად უჭერდეს მხარს. აი თან ძალიან მაღალი პროცენტულობით. მაღალი პროცენტულობით, აი შეიძლება ითქვას რომ ჩვენ აქ ვერ გავერთიანდით, მაგრამ ამერიკული პოლიტიკური ელიტა გავერთიანდით ჩვენ. ქართველებმა და საქართველოს. აი ამას ჩვენ ვერ გავერთიანდებით, იმიტომ რომ ვინც პროდასავლურს აბრალებს თავის თავს პროდასავლურობას, ის ანტირუსი არ არის.
აი ამ პროდასავლურობაში ძალიან პროდასავლურობის ქოლგის ქვეშ ძალიან ბევრი ნაგავია შეგროვილი და ამ პროდასავლურობა რო არ ერქვას და ანტირუსობა და ანტიბიძინობა რო ერქვას მაგდენი ნაგავი მანდ ვერ შეიყრებოდა და ვიქნებოდით ერთიანები. ეთახმებით სრულიად და აი ეს შევძელით მოკლედ ეს ორივე პარტია გაერთიანდა ჩვენს მხარდასაჭერად ალბათ ისტორიის არც ერთ მონაკვეთში საქართველოს უცხოეთიდან ასეთი მხარდაჭერა არ ქონია არც ანტიკურ პერიოდში არც ამაშენებლის წინა და შემდგომ ეტაპებზე აი ესეთი უამრავი მხარდაჭერა რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე თან ლიდერი სოფლიოს ლიდერი სახელმწიფო იმპერია თუ სახელმწიფო ასე ზრუნავდეს უანგაროდ და არაფერს არ თხოვდეს და არ გართმევდეს სუვერენიტეტს და მოუკიდებლობას ან რა ვიცი რაღაცა ან მინერალურ საბადოებს ან რაღაცას ეს პირველი შემთხვევა საქართველოს პრეცედენტში მე აღნიშნული მეგობარი აქტი წარმატებით გავიდა კონგრესის საგარეო კომიტეტის სხდომაზე იქ არის ჩემი მეგობარი ბრაიან მასტი თავმჯდომარე მოგეხსენებათ ორივე ფეხი დაკარგული აქვს ახალგაზრდა კაცია აუფეთქიდან აღმე ეგაც ავღანეთში იყო ძალიან ღირსეული და კარგი პიროვნება ერთხელ ცრემლები მოადგა რომ აუხსენი საქართველოში რა ხდებოდა იტირა პირდაპირ ვთქვა აი ისეთი გულიანი პერსონა მე გახდა ამ კომიტეტის თავმჯდომარე ხო ამ კომიტეტმა მიიღო შემდგომ გავიდა კონგრესში და 450-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა და გავიდა ერთსულოვნად გადაინაცვლა სენატის საგარეო კომიტეტში სადაც თავმჯდომარე გახლავთ ასევე ჩვენი მეგობარი რიჩი თუმცა თავიდან ნამაიმუნარია მაგრის ხო ცოტა დაშინა კორექტირება ასე რომ ვთქვა იქ მიიღეს ეს ერთსულოვნად და მე ამუშავდა უკვე სხვა დინებები ამ ზაფხულს იგი უნდა გასულიყო განუხილველად რადგან ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი სენატის საგარეო კომიტეტში აღარ იყო საჭირო სენატის სხდომაზე გატანა უნდა გასულიყო განუხილველად გაჩქარებულად და გასული ხო თან განუხილველად გაჩქარებულად და არავითარი ზედმეტი ლაილაი და პოლემიკა აღარ გახდა საჭირო პროცედურებით მაგრამ ამ პროცედურებში ახლა ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა უამრავი რამ გაითვალისწინეს მართლაც გენიალურად ხო გითხარით რომ აი შტატებიან თავარი მან შტატის პოზიცია და აი შტატის ერთმა სენატორმა ჩემმა ყოფილმა მეგობარმა კონგრესში რატო დაემართა ასეთი სისაძაკლე ამ ადამიანს თავსებით გეთახმებით შეფასებაში თავიდან მხარს მიჭერდა გვიჭერდა აგერ ჩემი სურათები და შეხვედრები ეს პირველი იყო ხო ვინც ამ საკითხში აქტიურობდა მალინმა შეერცხვინა ამერიკაში შეერცხვინა და თავისი იროკეზების ინდიელთა ტომიც იროკეზი ინდიელია ხო შეერცხვინა ასეთი მოქმედებით მაგრამ ნუ აქ ახლა მალინი შეიძლება თლად არაფერ შუაში არ არის ჩაერთო უკვე მოსკოვი ამ პროცესში მოსკოვისათვის ამის გადარჩენა ეს არის ძალიან საარსებო მომენტი მით უფრო იმ ფონზე რომ კარგავს და ბაქო და ერევანიც კი დაკარგა ამის აგერ ყირიმზე მეტად ჭირდება რუსეთს საქართველოს ეს უდავოა როგორც ყოველთვის ისედაც ასე იყო და ეხლა განსაკუთრებით ჩაერთო მოსკოვი და ნუ ეხლა ეს ჩემი ვარაუდია რომელიც გარკვეულ ინფორმაციებსაც ეყრდნობა და პაკეტში რომელიც აი ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების ნიუანსებს მიმოიხილავს მან ჩაგვაკვეხეს რომ აი უკრაინაში რაღაცა დათმობების და კომპრომისების სანაცვლოდ საქართველოს რეჟიმს შეეშვით და შესაბამისად წავიდა დავალება სენატში ამ გაჭირვებული იროკეზ ინდიელ მალინზე რომ გამოეყენებინა ჰოლდის უფლება აქვს შტატის სენატორებს აი რომელიმე კანონპროექტ შეუძლია დაადონ ეს ასე ვთქვათ ეტიკეტი თუ ეს პოზიცია და კანონპროექტი უკვე აღარ გადის განუხილველად ანუ ჩადგება ჩვეულებრივ რიგში ჩერდება და ჩვეულებრივ რიგში დგება აი მხოლოდ ამას მიაღწია მოსკოვმა ჯერჯერობით იმედი და მეც ვერ მიაღწევს კანონპროექტი გადაიქცევა არა მეც ვერ მიაღწევს იმედი არაო ნამდვილად შეიძლება რაღაცა მოხდეს ახლა და ის ჰოლდით მოეხსნას ამასობაში ჰოლდი აღარ მოეხსნება ჰოლდი აღარ
აქ არის რამდენიმე პროცედურა, ერთი რომ ჩვეულებრივ გავიდეს სენატის სხდომაზე, რაზეც ახლა მედის იქ აქტიური მუშაობა და მეორე ვარიანტია 60-მა სენატორმა უნდა მოაწეროს ხელი იმ ჰოლდის გადალახვას. 100-დან 60-მა სენატორმა. ეს რაოდენობა სენატში არის ჩვენი მომხრეების 90 სენატორი გვიჭერს მხარს ამ კანონზე. არის, მაგრამ მან შიდა პარტიულ ურთიერთობებს უფცილდებიან. ანუ რახან რესპუბლიკელმა სენატორმა გამოიყენა ეს ბერკეტი, სხვა რესპუბლიკური სენატორი უკვე ერიდება თანაპარტიელთან დაპირისპირებას. კონფრონტაციაში შესვლას. ხო, ეს ესეთი აუხსნელი ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სენატის შიდა ურთიერთობებში. მაგრამ ვიმეორებ, საქმე გაკეთებულია, ივანიშვილი დასანქცირებულია, კანონპროექტი მეგობარი აქტის თაობაზე ყალზე დგას, ჩვენ კიდევ ლონდონთან, ლეიბორისტებთან, პრემიერ სტარმერთან აქტიურად მუშაობთ, ახლა ამას არ ვახმაურებთ. ძალიან მოკლე ხანში იქიდან დაიგუგუნებს უბედურება ამათვის უარესი ვიდრე ამერიკიდან. აი გუშინ ილაპარაკეს პირველად რაღაცები კიდე. ეგ რაც ილაპარაკეს, ყველაფერზე არის ჩვენი მიმოწერები და სხვადასხვა მოკლედ. ხო, მიმოწერები და კონტაქტები და ჩემი ვიზიტიც ხო იყო ლონდონში, სადაც მე შევხვდი კოლინს, ლეიბორისტების ლიდერს ლორდთა პალატაში, სტარმერის მოადგილეს პარტიიდან და ისინი თქვენი დედა პარტია ისინი არიან, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენთან ხო ყავთ დედა ოფისები და ანუ ლეიბორისტები, ინგლისის ლეიბორისტები თქვენი დედა ოფისია? დედა ოფისი არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ნათესავები არიან იდეოლოგიური. ერთი იდეოლოგიის პარტიები ვარ და ბუნებრივი ახლა სოლიდარობა არის ახლა როცა გაიგეს რომ პირველი ჩვენ აგრძალეს 4 წლის წინ ჩვენ ავიგრძელეთ პირველები ჩვენ ჩამოგვერთვა საბუჯეტო დაფინანსება საარჩევნო კომისიის წევრები ის სატელევიზიო რეკლამა უფასო ფაქტურად აკრძალულები ვარ ჩვენ 4 წელია სხვებს რო ეგონათ რომ ეს საფრთხე არ დაემუქრებოდათ მე იგივე გავუკეთეს ამ დანარჩენებსაც ხმარო არ ამოიღეს ჩვენ დასაცავად მაშინ ხო და ეს რა თქმა უნდა ამაზე გაგიჟდნენ ისინი სულ რომ ლეიბორისტული პარტია აკრძალეს და ამ დროს ბრიტანეთში ლეიბორისტებია მართველია ამასაც აქვს მნიშვნელობა ეხლა ასეთ ახმამაღლა არ იტყვიან მაგრამ ეს ძალიან აღიზიანებს ხო ამ იქიდანაც დაიგრიელეს მაგრამ მე მინდა თქვა შემდეგი რომ არა აი ჩვენ ავგანწირვა აი მილიონობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა თუნდაც პატარა ჯგუფების ყოველდღე დაუცხრომელი პროტესტი თუნდაც შვენი ახალგაზრდების აი ამ მართლა ძალიან მაგარი გოგობიჭების თავდადება სამშობლოსათვის მათი ციხეში მოხვედრა და ეს რეპრესიები ვერანაირი ჩვენი ბრძოლა დასანქცირებაზე შედეგს ვერ მოიტანდა ამანა აფეთქა და დაჩქარა ყველაფერი თორემ ჩვენ 12 წლის წინ ვიტყოდით დასანქცირებას და არავინ არ გვისმენდა ხალხი რო დაინახეს ხალხის ზალა რო ნახეს და პროტესტი რო დაინახეს მერე ამუშავდა ეს ჩვენი ჩაყრილი ასე ვთქვათ ფესვები და საძირკველი და ტოვები და ყლორტები აი ეს არის ამიტომ ჩვენ ხალხს განვიხილოთ დეტალები თვითონ აქტში რა დევს. ანუ კონკრეტულად რა მექანიზმები ამოქმედება და რა ემუქრება ივანიშვილს. მაგ აქტის მიხედვით. პირველ რიგში აქტში დევს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნება და განმტკიცება და გაღრმავება რეჟიმის მოცილების შემდეგ. აღდგენა, იმიტომ რომ ბაიდენმა გაგვიუქო. ხო, ეს შეჩერებულია, გაუქმებული არ არის. ამის ყველაფრის აღდგენა და სუპერ პირველი ეს გახლავთ არასოდეს არ იქნება აღიარებული ქართული ოცნება და მის მიერ ჩატარებული არჩევნები, მის მიერ შექმნილი მთავრობა და მისი არსებობა როგორც ხელისუფლების. ანუ პრაქტიკულად განაჩენია გამოტანილი. და მერე უკვე სანქცირება და სანქცირება გათვალისწინებულია არა მარტო ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების მასთან შეკრული ბიზნესმენების და ოლიგარქების, არამედ მათი პარლამენტის წევრების, მათი მთავრობის წევრების, თანამდებობის პირების და ჩასულია ეს კანონპროექტი ადგილებზე დაბლა რაიონის მერები თუ გამგებლები რა დაარქვეს, აი სოფლის წმუნებულები რო არიან პატარა დიქტატორები ადგილზე, ჟუჟუნა კოორდინატორები რო ყავთ აღარ არის საუბარი უშიშრობის უფროსებზე, პოლიციის უფროსებზე, მოსამართლეებზე, პროკურორებზე. ანუ ეს არის გლობალური სანქცირების აქტი. არ ერთ პიროვნებაზე, არამედ მთელი რეჟიმის მის სისტემას, მის მიერ შექმნილ სისტემას. კლიანად, კი. ანუ აი როგორც
კიბოს რო ამოიღებს ქირურგი მეტასტაზებიანად. ამერიკამ როდესაც მიიღო აქტი ბაშარ ასადის არცნობის შესახებ და არაღიარების რო ის ხელისუფალია კანონიერი, იმ მომენტიდან ბაშარ ასადის გაქრობამდე 8 თვე იყო. იქაც ჩვენთან მე მგონი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, ანუ უფრო პატარა ქვეყანა ვართ და მეგობარი აქტის ხელის მოწერიდან ეს ეფექტი, ბიზნეს გაქრობის ეფექტი უფრო სწრაფად უნდა დადგეს ჩემი აზრით. მერე უკვე შეიძლება 8 თვე აღარ დაგვჭირდეს. ხო ეს როგორ არის იცით პოლიტიკაში და პროცესში მოვლენები მუხტი გროვდება ყოველწამიერად და ის ნებისმიერ წამში შეიძლება გასკდეს. შეიძლება ჩვენ ხვალ დავინახოთ რომ ივანიშვილი გაგვიხდეს მოსაძებნი რომ გლანის ციხეში მოათავსოთ. ისე წავიდეს საქმე, ისე გაიხსნა სხვანց. პოლიტპატიმრების ხო მორჩით დაასრულეთ აზრის ხოთშორის რას ამბობთ? მიმართაც ამ მთელი სანქციებისა და პროცესების ავტორი იყო ვინ? ჩვენი ვილსონი. ასე რომ დიქტატორების მიმართ მაგას ძალიან ასე ვთქვათ ეფექტური კაპიტალი აქვს. გამოცდილება აქვს თავის პოლიტიკურ კარიერაში. ძალიან დიდი, ძალიან. წერია თუ არა აუცილებელი გათავისუფლება პოლიტპატიმრების მაგ აქტში? ეს თავისთავად ცხადია. ეს თავისთავად ცხადია რეჟიმის არაღიარება, რეჟიმის დასანქცირება, მისი დამთავრება, სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და შემდგომ ეს ვაჭრობის, კაპიტალის გადაადგილების ამერიკასთან პრეფერენციები ძალიან უპირატეს რეჟიმში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. იქ იყო ერთი ნიუანსი, ახლა ვერ დაგიმალავთ ამას. თავიდან ჩვენ ჩავაწერინეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ამერიკას შორის. ეს როგორც კი დავიწყეთ ჩვენ ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებაზე, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა, რომ უვიზო რეჟიმი ყოფილიყო ორ ქვეყანას შორის და მაჟორიტარი დეპუტატები გაუქმებულიყვნენ პარლამენტში, რომელმაც დაღუპეს ეს ქვეყანა. მაჟორიტარმა დეპუტატებმა ეს იყო ბანდა და ჩვენ როგორც კი შევცვლით ამ რეჟიმს, ყველა მაჟორიტარი უნდა გამოვიძახოთ სპეციალურ კომისიაზე და გავარკვიოთ როგორ მოვიდა კალოშებით პარლამენტში და რატომ წავიდა მილიონერი. აი ჩვენი ფული იქ წავიდა მაჟორიტარებში. ანუ ეს მომენტიც მაჟორიტარების გაუქმება მივახციეთ, ეს ჩვენ გავაუქმებიეთ. ანუ ჩვენ მუშაობდით ვაშინგტონში, მე ვაშინგტონი აწვებოდა ივანიშვილს, რომ ეს გაეუქმებინა. ეს რა თქმა უნდა ხმამაღლა არ იყო ნათქვამი. ხო, ესაც მოკლედ დავამთავრეთ ეგ საშინელი ინსტიტუტი. ამიტომ აი ეს პროცესები ესე მიდის და ეხლა ის უვიზო რეჟიმის საკითხი ვიმეორებ თავიდან ჩაჯდა და მერე ამოღებული იქნა, მაგრამ მისი უკან დაბრუნება არ იქნება პრობლემა და საერთოდ კანონის გარეშეც ეს შეიძლება გაკეთდეს, როგორც კი ამათ მოვიცილებთ ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით. ამას არ სჭირდება. ანუ რო აღვადგენთ ნორმალურ პოლიტიკურ ურთიერთობას, მერე ცალკე პროცესი ამაზე რო დაიწყოს ამ საკითხს. თუმცა ვიმეორებ თავიდან ამ კანონში ეწერა ეს. მაგრამ მერე იქნა რაღაცა პროცესებში ამოღებული, იმიტომ რომ მაგათ რაღაცა კოეფიციენტი აქვს. ანუ თუ 40%-ს აჭარბებს ვიზების გაცემაზე უარის თქმის მაჩვენებელი სტატისტიკა 40%-ს, მაშინ უვიზო რეჟიმზე თავს იკავებენ. ხო, მაშინ ასეთი საზოგადოება უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს. ხო, რაღაცა ეგ სტატისტიკა შეუგდო ვიღაცამ კონგრესში. და ეს ამათ გააკეთეს, ეჭვარ შეგეპაროთ. ეს ამათი გაკეთებულია, რომ კოცების გაკეთებული. ხო, კოცები, რა თქმა უნდა, რაც აი კინოში რო არის ჭუჭყი მტვერი და ნაგავი ხომშერი მოგონილია ის როეუბნება ის ანარქისტი ანანიემ დიაკვანს. აი ჭუჭყი მტვერი და ნაგავი საქართველოსთვის ამათი მოგონილია. ამიტომ რეჟიმის მაპატეთ ჩალიჩის შედეგია ესაც. მაგრამ ნუ ეს გამოსწორებადია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არაბიზაციის პროცესში აღარ ვჩვევით აქ ქართველები და შეიძლება კარგიც იყოს, რომ მაინც და მაინც ბევრი უვიზო გასაქცევი ადგილი აქვს. ხო, იმდენ რუსს მისცეს ქართული პასპორტი, რომ ხა იმ რუსებმა ჩვენი პასპორტებით ამერიკაში სიარული რო დაიწყონ. ეგ მოსწრაფია. რეალობა გახდება ინდუსებმა, არაბებმა, ირანელებმა, ავღანელებმა შეიძლება რაღაცა წლები გავიდეს, რაღაცა არა ბინადრობის უფლებები აქვთ
და ბინადრობის უფლების შემდეგ გარკვეული წლებია საჭირო რომ უკვე მოქალაქეობა მიიღო. ანუ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ აქედან მოსახლეობა ხალხი გაქცეულიყო და იაფი მუშახელით ჩანაცვლებულიყო ჩვენი არა მგონია რომ ესენი მუშახელი არიან, საერთოდ მუშახელი რო არიან ეს არ მგონი. ეს ჩამოთრეული. ყოველ შემთხვევაში ფულს ხარჯავენ ამას სუპერმარკეტებში, ვაჭრობენ. აი ახლა სახალხო ხარჯავენ ჩამოტანილ ფულს, თორე აქ საქართველოში უიაფი მუშახელი იყვნენ ვინმესთვის ან ბიზნესისთვის ან რამესთვის ეგ პროცესი მე მგონი არ არსებობს. ამათაც ჩამოტანილი ფული უყართ დავზარეული, აბა რა. აგერ ახლა 70 ლარი ღირდა კანფეტი საახალწლოდ. ბევრმა მშობელმა ვერ უყიდა ბავშვი იმდენი კანფეტი, რამდენიცაც ბავშვი ითხოვს ახალწლესმაინც. 70 ლარი ღირდა. ეგეთ რამე არ მახსოვს მე ცხოვრებაში და ამ ზაფხულს კიდევ ივლისში შუა რიცხვებში. და ისიც რუსული იყო ის 70 ლარიანიც. ხო, რუსული კანფეტი. ყველაზე საშინელება ესაა. უნდა ვაღიაროთ ამერიკაში მოთხოვნილებით სარგებლობს კარგად ამზადებენ რუსები და არა ბატონო მაგას ახლა რუსეთუმეობას ჩაგიტრეთ. კი ბატონო ჩამითვალეთ თვითონ ექსპორტის ასე ვთქვათ სტატისტიკას რო გავხედოთ რუსეთის ხო ერთ-ერთი დიდი მოცულობა ისევ ჩათრეული რუსები ჭამენ მაგ თავისდებილ კანფეტს იმ ამერიკაში და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის მქონე ხალხი დიდი მოთხოვნილება მაგათ კანფეტზე ძალიან დიდი რაოდენობა გადის. ძალიან დიდი რაოდენობა ახლა გასაგებია რომ პუტინი და კრემლი ღვთისმფრიდან გადავარდინლებია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ტოლსტოის ეგეთია, ჩეხოვიც, დასტოევსკიც და კანფეტის ეგეთია. მაგაში არ დაგეთახმებით. კარგი, ბატონშალო, ახლა რიგში, აი იმ რიგში, რომელშიც ვდგავართ, რა ნომერი გვაქვს, ხო, არ იცით. ბოლოს მაგ ნომერს რო ვარკვევდი 62 ვიყავით და ცოტა თუ წავიწიეთ წინ. ეხლა მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ რა ინფორმაციაც მაქვს ვინაობას ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ ჩვენი მეგობრები კონგრესში და სენატში მაქსიმალურად მუშაობენ რომ ეს ჩქარა მოხდეს. ჩქარა მოხდეს, იმიტომ რომ მათაც კარგად ესმის რომ გეოპოლიტიკაში სიტუაციები ელვისებურად იცვლება, განსაკუთრებით მადუროს დაკავების შემდეგ ასე ვთქვათ ცეცხლი ანთებული დიქტატორების წინააღმდეგ. ამიტომ აი ამ მომენტს კარგად გამოიყენებენ. მაშინ მე კითხობ მეტი არა მაქვს და თუ გინდათ რომ დაასრულოთ რამე თქვათ ბოლოში თქვით და მე მინდა ერთადერთი ვთქვა რომ არ დაკარგოთ იმედი, გამარჯვება ახლოვდება. იყავით აქტიურები, ბრძოლის უნარიანი, გავაგრძელოთ პროტესტები ყოველ დღე. აგერ ახლა ირანში ხო ხედავთ რა საკეთებს ხალხი გარეთ გამოსული. ამას ხო არავინ არ ითხოვს და არავინ არ გთხოვს, არა? უნდა დაინახოს მსოფლიო რომ დგავართ პროტესტზე რუსთაველზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ როგორც თვითმფრინავი ვერ აფრინდება საწვავის გარეშე და ვერც მანქანა გაივლის. ასე ხალხის ზალის და პროტესტის გარეშე სასანქციო და სხვა პროცესები გაიწელება და გარკვეულწილად გახანგრძლივდება. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული თქვენ ქმნით ისტორიას. თქვენს წერთ მატიანეს, ოქროს ასუებით წერთ. ამიტომ იმედი არ დაკარგოთ, ხელი არ ჩაიქნიოთ. არა, იმედი ჩემ არხზე იმედი არავის არ აქვს დაკარგული, ანუ მე იქიდან მოყოლებული რაც ადმინისტრაცია შეიცვალა ამერიკაში, უკვე ძალიან კარგად მესმის როგორ განვითარდება პროცესები და ამაზე სულ ვლაპარაკობ, ამიტომ იმედი პირიქით უფრო და უფრო სულ გვიხარია და უფრო კარხასიათზე ვართ ყოველდღიურად. იმედის დაკარგვის მომენტი ჩემს მაყურებელს ნამდვილად არ აქვს. მე ერთმა გაგიმარჯვოთ თქვენს მაყურებელს, ასევე ხალხის განწყობას, ანუ დღეს უკვე კოდს ვერ იპოვი საქართველოში თუ არ ფინანსდება სუსიდან სპეციალური კონვერტი თან აი ამ პოსტების დაწერაში თუ არ იღებს ფულს. აღარ დარჩა. ანუ ხო, ან სამსახურით ან რაღაცა უცებ გავარდნილი ბოლო 2 წელიწადში რო ვიღაცა უცებ გამდიდრდა და რაღაცა ბიზნესი იშოვა, ესეთი თუ არ არის, კოდსი არ არის. მათ აღარ დარჩათ ქართულ მიწაზე ადგილი. 10 ქართული მიწის ქვეშ და 10 ქართულ მიწაზე. მათი ადგილი არის ციხე. აი ციხე. მეტი არაფერი მაგათ არ შეიძლება უსურო ან დაუპროგნოზო. და ვიმეორებ ალბათ ეს უნდა გადაგვეტანა ჩვენზე დიდერებს დაემართათ შეცდომები ახლა ბოლოს და ბოლოს გერმანელმა ერმა აი ამ მსოფლიო ვარსკვლავებმა ერებს შორის ჰიტლერი აირჩიეს 87%-ით.
აი ჰიტლერი აგუშინ მერკელი ყავდათ და დღეს რა მერციც ძალიან ვერ არის ნორმალური რაღაცა სისულელეებს აკეთებს ძალიან ბევრს. ერთი ორი რაღაცა წესიერი ვითომ გააკეთა, მაგრამ იმ წესიერს მართო სიტყვერად ლაპარაკობს და საქმეში არ გადასდის. ხო, ანუ გერმანელებსაც დაემართათ ეგ შეცდომა, სხვებსაც დაემართათ, მაგრამ ჩვენ ცოტა ხშირად გვემართება შეცდომები. ჩვენ რა მოგვიდის, იცით? ახალი ხელისუფლება წინაზე უარესი გამოდის და ის წინა ხელისუფლება იმის წინაზე უარესი გამოდის. აი ეს რეგრესი მიდის. ეს რეგრესი უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ და რაც მთავარია, ეს მდიდართა ფენა, ეს ორფეხა მხეცები უნდა გამოვყაროთ პოლიტიკიდან. უკან მივაყოლოთ სპორტსმენები, ხისთავიანი გონებაჩლუნგები, საჭმელად და ერის სისხლის სასმელად მისულები. აი ეს უნდა გავაკეთოთ. მდიდარი რო არის პოლიტიკოსი, ანუ მდიდარი ამერიკაშიც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მდიდარია, ეს არ და ინგლისში ხო საერთოდ პოლიტიკა მხოლოდ მდიდრების არის. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია. ეს ჩვენთან არის ასე ეს სიმდიდრე გამრუდებული, იმიტომ რომ სოციალიზმიდან ვართ გამოსული 2 დღის წინ და ეს უცებ გამდიდრებულები რაღაცა ძალიან სასწაული ხამები და რუსები არიან. თან ანუ ნახეთ, ივანიშვილი რუსეთშია გამდიდრებული. იმიტომ კი არ არის ცუდი რომ მდიდარია, იმიტომ არის ცუდი რომ რუსეთშია გამდიდრებული და რუსია. ანუ რუსობაა ყველაზე დიდი დანაშაული და არა სიმდიდრე. ვერ დაგეთანხმებით. კაცობრიობის ისტორია მიდიოდა იქეთ და პროგრესიც რომ მდიდართა კლასი ფენა, ნუ ადრე ერქვა ფეოდალები, მონათმფლობელები, მერე ერქვა ბურჟუაზია. გაეძევებინათ პოლიტიკური მართლობის საჭეებიდან, იმიტომ რომ როგორც კი დიდარი კაპიტალიზმში გამდიდრებული, კონკურენტულ კაპიტალიზმში გამდიდრებული და მერე გამხდარი პოლიტიკოსი, ცუდი პოლიტიკოსი არ არის, ამაში მილიონი მაგალითი გვაქვს ამის ამერიკაში. ვერ დაგეთანხმებით და ინგლისშიც კიდე. ყველა მდიდარი ბიზნესმენი და ოლიგარქი ერთი პოლიტიკური მამის გაკეთებულა თუ პოლიტიკაში მოხვდა. ის იწყებს მამაცაღლობას სხვადასხვა მასშტაბით. რუსეთში გამდიდრებული იწყებს სამშობლოს ღალატს და ქვეყნის გაყიდვას, დახცე დადებას და არაბეთ-ირანის შემოსახლებას აქ პუტინის დაკვეთით, რომ მე მივადგეთ პუტინს საშუალოდ, რომ თქვენი ჭირიმე გადავარჩინეთ არაბებისგან და მე მშორლად მოგვევლინოს და ევროპა ამერიკაშიც გამდიდრებული და პოლიტიკაში მოსული ჩვეულებრივი მხეცია. ჩვენ არ გვყავს არავინ ევროპა ამერიკაში გამდიდრებულები, არ ქონია ასეთი მაგალითი არასოდეს. ჩვენ გვყავს მარტო რუსეთში გამდიდრებული რომ ჩამოვიდა და მე აქ თავისი გოშიები და სოციალურზე მყოფი ადამიანები გაამილიონერა. სხვანაირი მაგალითი ჩვენ არ ქონია ჯერ ისტორიაში. როგორ არ ყავთ გამდიდრებულები ხაზარაძეები და ჯაფარიძეები მანჰეტენის ბირჟაზე? ესენი არ არიან ევროპებში და ამერიკულად გამდიდრებულები, ესენი არიან რუსულად გამდიდრებულები საქართველოში. რუსული მეთოდები, ანუ საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად რაღაცეები დათრეული რო აქვთ, ასე ვთქვათ. და არა ის რომ ნოლიდან თვითონ რაღაცა შექმნას გაიზარდოს და განვითარდეს. ამ ხეცებს ასე? ვინმე მდიდარი გაფინანსებთ ამ თქვენ გადაცემაში, თუ რატო გაქვთ ეს ინტერესი? დიდრები უნდა გაიხვეტონ პოლიტიკიდან და ეს არის საქართველოს გადარჩენა. თუ ამას ხალხი ვერ გაიგებს, მაშინ აზრი არ აქვს ამის გაშვებას. ისევ ესეთი იმიტომ რომ ამერიკის ტრამპი მდიდარია და მდიდარი მოვიდა და რა, ცუდი პოლიტიკოსია, ტრამპზე უკეთეს პოლიტიკოსი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა. ვინ არის ცუდი პოლიტიკოსი? ტრამპი მდიდარია, მდიდარი მოვიდა და რა, ცუდი პოლიტიკოსია? ვინა? ტრამპი არის დაბადებით ქარიზმატული ლიდერი. ის შოუ ბიზნესმენი იყო თავიდანვე. ეგ არაფერი ბიზნესმენი არ არის. შოუ იყო, ანუ ეხლა შოუებს გავს თეთრსახში, ვერ ხედავთ? ქარიზმატული ლიდერია, რომელსაც შეუძლია აიყოლოს მასები. ასეთი რომელი ყავს აქ ხისთავიანი. და სწორ საქმეებში რომ ანუ პოლიტიკური ალღორო აქვს გენიალური, ეს ამას არანაირად ხელი არ შეუშალა იმან რომ მდიდარი იყო მანამდე. და მილიარდერი იყო. ეს ტრამპის შედარება ხაზარაძესთან და ივანიშვილთან უადგილოა. არის შეიძლება შედარება, იმიტომ რომ მე ვამბობ რომ ჩვენთან არ არსებობს ნორმალური სიმდიდრის მაგალითი. თორე ზოგადად მდიდარი პოლიტიკოსი ცუდი რაღაცა არ არის, ჩვენთან არის ცუდი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ნაშთები გვიგდია ქვეყანაში, თორე ზოგადად მსოფლიოში და დალაგებულ მსოფლიოში სიმდიდრე სწორ პოლიტიკოსობას ხელს არ უშლის. ნორმალურად არც ტრამპია გამდიდრებული, გინდა გითხრათ სიმართლე? იმდენი ის დაძებს მოვალე მაგას და იმდენჯერ გააკოტრა ხელოვნურად თავისი კომპანიები. იმდენჯერ არა, ეს მითია.
1000 რაღაცა კომპანია აქვს ადამიანს და იმ 1000 რაღაციდან მხოლოდ 6-ია გაკოტრებული თან, იმიტომ რომ თვითონ ჭირდებოდა. კარგი. ტრამვის ლანძღვაზე არ გადავიდეთ. ის მომხრე არ ვიყავი. თუ არ გჯერათ ჩადით და ნიუ-იორკელებს კითხეთ ტრამზე აზრი. მისი კომპანიები იქ იყო. კარგი, მე მემარჯვენე ვარ და კაპიტალისტი ვარ, ამიტომ კაპიტალისტი სიმდიდრეზე ცუდს ვერ იტყვის. ოღონდ სწორ სიმდიდრეზე და კონკურენტუნარიანობაში და შენ კვალიფიკაციაზე დაყრდნობით სიმდიდრეზე ნაშოვნობა და არა ის, რომ მოიხვეჭო. მემარჯვენეებმა, კაპიტალისტებმა და ნეოლიბერალებმა თქვენაირებმა დაღუპეთ საქართველოს. საქართველოს თქვენ შემოგეწირათ თქვენს ავადმყოფურ იდეებს, რომ დიდარი თუა, მას შეუძლიათ ქვეყნის მართვაც. აი ეს კონცეფცია იყო. არა, ეს სოციალისტებს უნდათ. სოციალისტებს რადგან მდიდარია, მე მომცემს და მე შემიძლია ვიყო არაფერი ამ ქვეყანაში და ბიძია მოვა და მომცემს. აი ეს სოციალიზმმა მოიყვანა ივანიშვილი და არა კაპიტალიზმმა. სამაგერო თქვენი კაპიტალისტი ივანიშვილის ნაირ კონცი არასდროს არ მოუნდებოდა. გამოირთეთ თუ შეიძლება, გამოირთეთ. სამაგერო თქვენი პრინციპი რა იყო? იცით როგორ ატყუებდით ხალხს? ეს მდიდარი აღარ მოიპარავს. აგერ ხო გიტირავს? არა, ამას ამბობდნენ ხოცები ზუსტად. ეს იყო რუსული ერთ-ერთი რუსული ყველაზე დიდი ტყუილი, რომ ვითომ დიდარი არ მოიპარავს, როდესაც თავის ნაშოვნებული აქვს და როდესაც პუტინის მიცემული ფული აქვს და მაგიტოა დიდარი, ის მოიპარავს კი არა გაგღლიტავს. მდიდარი ადამიანო გაიგეთ, მაინც და მაინც უნდა აღარ დარჩეს არა, ყველა მდიდარი არ არის დამპალი რუსი. ესენი უნდა გაიგოს ყველა პროამერიკელი თუ პრორუსი მილიონერი ქართული პოლიტიკიდან უნდა გახვეტოთ. სხვა შემთხვევაში ყოფა გაქვთ ნატირები. აჰა დაიხსოვეთ ჩემი სიტყვები თუ არ გჯერა. კარგად ბრძანდებოდეთ? ყველა შემთხვევაში ჩვენ არ უყავს ქვეყანაში სინდისიერად განვითარებული ადამიანები და სინდისიერი მილიარდერები არ უყავს. ამიტომ ამაზე ახლა ამათი ჯერ ადრეა. როდისმე იმედია გვეყოლება სინდისიერად გამდიდრებული მილიარდერები და მერე ვილაპარაკოთ ამაზე. არავით არის სინდისიერი მილიონერი არ არსებობს. ყველა არის მხეცი. მაგათ უნდა თქო. მაგენი არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. არ არსებობს კარგი მილიარდერი. კარგი, ამაში არ თანხდებით ბატონო შალვა, რომ სიმდიდრე ცუდია პოლიტიკაში, დანარჩენი ყველაფერი თქვენ შეულებრივი ტევე პირველი ყოფილიყართ და მთავარი არხი ვიღაცა გაფინანსებთ მდიდარი და იმის ინტერესებს იცავთ. აი ეს მადაღუპა საქართველოს. ჟურნალისტებს აფინანსებდნენ ეს მილიონერები, ქმნიდნენ ამის რომ თურმე მათ უცებ ხელაღებით სიცრუის ძახილის საშუალებას როგორ აძლევთ თქვენ თავს? როგორ შეგიძლიათ ადამიანზე თქვა რომ ვიღაცა რატო აძლევთ თქვენ თავს? ვიღაცა მაფინანსებს. რატო იცავ ამ ყაჭაღებს ასე გამწარებული? ვერახედავ რა იმიტომ რომ სისულელეა იმის ლაპარაკი რომ ყველა მდიდარი ცუდია. დაალაგებულ ქვეყნებში ინგლისში თქვენ ლეიბორისტებში რამდენი მილიარდერი და მილიონერი ყავთ რომელიც შთამომავლობითაა მილიონერი მაგ ლეიბორისტებში და ცუდები არიან? არ არიან ლეიბორისტებში პოლიტიკის შემქმნელი მილიარდერები. ლეიბორისტები არიან სოციალისტური საშუალო. ინგლისში პოლიტიკოსობა ზოგადად ძალიან ელიტარული საქმეა და ძალიან მდიდარი და ძლევამოსილი ოჯახებიდან არიან პოლიტიკოსების მთავარი ღერძი ინგლისში. ნუ მასწავლი ისტორიას რა ძალიან თქო. ეგეთი მილიონერები არიან კონსერვატიულ პარტიაში, იყო აგერ პაკისტანელი წარმოშობის პრემიერი, ეხლა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან 3 თვის ვერ გაძლო, კინცის ქვით გააგდეს, იმიტომ რომ მილიარდერი იყო და იქ რაღაცები იმაიმუნა. გითხრა ეხლა ყველაფერი? მოვიდნენ ლეიბორისტები. არ შეიძლება მილიარდერები მართავდნენ. მოვიდნენ ლეიბორისტები და აღიარეს პალესტინა გამოსირებულებმა. და ახლა ხალხი როგორ მოიშორონ ის არიციან, სასწაულად დაბალი რეიტინგი აქვს. არა, კიდევ ერთხელ არა, ამაში არ შევთანხმო, რატო არ მაძლევთ უფლებას, რომ რაღაცაში არ დაგეთანხმოთ, რომ ვერ გავიგე. რაღაცაში რო არ გეთანხმებით, ამიტომ დაფინანსებული უნდა მეძახოთ, ეს სირცხვილია. გამწარებული აი ბანდას თქვენ. და არაფერი განსხვავება თქვენსა და იმეთ შორის არ არის და ძალიან ვწდები რომ ჩაგერთეთ და შევცდეთ და მაპატიეთ, მოდის გიხდით დავამთავროთ გადაცემა. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგი.